მოგესალმებით, დიანა. ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება გარშემო უტრიალებს ბოლო 1 წელია განსაკუთრებით შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს და ამ კიდევ უფრო რეპრესიულს ხდის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ხო, რომელიც ჩვენს რეალობაში ნამდვილად იქცა მთავარ რეპრესიულ მექანიზმად შეკრების მონაწილეების კონტროლისა და დასჯის. ძალიან ბევრი ცვლილება გატარდა ბოლო წელს და აი ამ ცვლილებებისა და მისი გაუარესების ტენდენცია რეალურად არ სრულდება. და როგორც ჩანს, პროტესტი და მოქალაქეების თვითორგანიზება არის ის, რაც ყველაზე მეტად არ მოსწონს ქართულ ოცნებას. ჩვენ ხედავთ, რომ მათ მკვეთრად დაასუსტეს პოლიტიკური ოპოზიცია, ლიდერების ნაწილი ციხეშია, ნაწილი დასუსტებული და დელეგიტიმიზებული. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ მკვეთრად დაასუსტეს სამოქალაქო საზოგადოება და ფინანსური კრიზისის წინაშე არიან ხო დამდგარი მედია ორგანიზაციები, იგივე ონლაინ მედია ორგანიზაციები და ის რგოლი, რომელიც ყველაზე მეტად ცოცხალია და აქტიური, ჯიუტიც, ეს სწორედ დიდ ქალაქებში ორგანიზებული პროტესტის მონაწილეები არიან და ახლა მას სწორედ აი ამ სიცოცხლის განადგურებაც უნდა ახალი კანონებით. ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ძველი კანონების აღსრულებაც უჭირს, ხო, იმიტომ რომ აქ უკვე მოქალაქეების ურთიერთსოლიდარობასთან უწევს დაპირისპირება, რომელიც მის იმიჯზე ალბათ სულად აისახება და გარკვეული ხარისხით ხო ის ამას უფრთხილდება. ამიტომ იმის გამო, რომ მთელი რიგი რეპრესიული ცვლილებები ხო მოქალაქეებმა ვერ განახორციელეს ბინას რეჟიმს, ის მუდმივად ახალი რეპრესიული ინსტრუმენტებით ესხმის ჩვენს თავისუფლებებს. ეხლა ეს ცვლილება თავად დაასრულეთ, კითხავთ თან დაგაწევთ კითხვას, რომ თავად მუდმივად საუბრობენ, რომ 50 და 150 ადამიანია, მაგრამ თან მუდმივად ხედავთ ასევე აი ამ საკანონმდებლო დევნას, აი ამ პროტესტის პარალელურად. დიახ, იცით 50 ადამიანი, ნუ ეს ძალიან დაბალი ციფრია, ხო, თუმცა თავად ასე ითვლიან, ხო. ხო, ნამდვილად უფრო მცირე რაოდენობის ადამიანი იკრიბება რუსთაველზე ყოველდღიურად, ხო, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური პროტესტი, ჩვენ რთულია გავიხსენოთ უახლეს პერიოდში, თუნდაც სხვა კონტექსტებში და ქვეყნებში ისტორია, როცა ადამიანები, ხო, ასე რეგულარულად ყოველდღიურად უწყვეტად იკრიბებიან და აპროტესტებენ, ხო, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მათ უკან რომ ბევრი ხალხი დგას ქართულ მოცემამ, ეს ძალიან კარგად იცის. პირველ რიგში ეს იცის იმიტომ, რომ როგორც კი რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა, მნიშვნელოვანი თარიღია, ან სიმბოლურად უფრო მეტი სოლიდარობის ჩვენება საჭირო 1000-ობით ადამიანი გამოდის ქუჩაში და ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ძალიან ბევრი ხალხი თბილისის ქუჩებში. ჩვენ ვდახეთ, რომ თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კახიკალაძემ მხოლოდ 20% მიიღო ამომრჩევლების თბილისში, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ის რომ თბილისი და დიდი ქალაქები არ არიან კმაყოფილები ქართული ოცნების ხელისუფლებით, მგონია რომ ამას თვითონაც გრძნობენ სხვა კვლევებით, ხო? ამიტომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ ერთი შეხედვით ყოველდღიურად წვიმაში, ქარში, სიცხეში, ხო, დაკავების რისკის ქვეშ, დაჯარიმების რისკის ქვეშ, ხო, შეკრებილი ამ ადამიანების უკან არის დიდი ქალაქების მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის უკმაყოფილება. უფრო მეტიც, იცით, ვიღაც ვინ შეიძლება პროტესტს არ უერთდებოდეს, ჩემი დაკვირვებით, ხო, და რაღაც ცალკეული კვლევებითაც. ესენი არა მხოლოდ ისინი არიან, ვინც ბედნიერია ქართული ოცნების მმართველობით და კმაყოფილები არიან, არამედ მათ შორის ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ აი ხა ამ სიტუაციაში რთულია ცვლილებების მიღწევა და ამიტომ აზრი არ აქვს წინააღმდეგობას და გარკვეულ აპათიაში არიან გამოკეტილები, ხო? ამიტომ რეჟიმით კმაყოფილების ხარისხი და ის თუ ვინ ბრძოლისა და წინააღმდეგობის რაფორმას ირჩევს, ერთმანეთის ეკვივალენტური არ არის და მე მგონია, რომ გულისიღრმეში ქართული ოცნების ლიდერებმა ძალიან კარგად იციან, ამიტომაც მათ უნდათ რომ ყველა ის წინააღმდეგობის ხმა, რომელიც ისმის ჩაახშონ, იმისთვის რომ უბრალოდ აღარ არსებობდეს სივრცეები, ადგილები, რესურსები, ხო, აი ამ თავისუფლ
ხელისუფლების გამოხატვის. თავად ეს ცვლილება რა თქმა უნდა არაკონსტიტუციურია, პრაქტიკულად ხო პირველ რიგში ის სრულიად არალეგიტიმურ კონსტიტუციურ ან არალეგიტიმურ მიზნებს ასახელებს, იმიტომ რომ გასაგებია რატო შეიძლება წინასწარი გაფრთხილების სისტემა არსებობდეს, როცა სატრანსპორტო ხო საშუალებებს შეიძლება მათ გადაადგილება შეიძლება საფრთხე შეექმნას, ხო გზის სავალ ნაწილზე რატო შეიძლება ის იყოს რეგულირებული, ეს ადამიანის უფლებათა სამართლისთვის დასაშვები ლეგიტიმური მიზანია, იმიტომ რომ უნდა მოხდეს ალტერნატიული ინფრასტრუქტურული ხო რაღაც სქემების შექმნა და სხვა მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება, მაგრამ როცა ვსაუბრობთ უკვე ხო იმ ადგილებზე, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება არ ხდება და ხალხის კონცენტრაცია შეიძლება იყოს თან იმდენად ბუნდოვან ტერმინს გვთავაზობთ, ხო ხალხის კონცენტრაცია ბევრ ადგილას შეიძლება იყოს, ხო? რომ ეს უკვე არის სრულიად არალეგიტიმური კონსტიტუციური მიზნებით უფლებაში ჩარევა და ეს იმდენად ფართ და თვითნებურ დისკრეციას აძლევს სახელმწიფოს, რომ მისი რეგულირებისა და გაფრთხილებების ქვეშ მოაქციოს შეკრებების ძალიან დიდი ნაწილი ჩვენს ქვეყანაში, რომ ეს პრაქტიკულად წინასწარი ნებართვების სისტემას ემსგავსება, რომელიც ასევე არაკონსტიტუციურია და წინამდებობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, ხო? კი ბატონო. ამიტომ ხო გარდა იმისა რომ ის ლეგიტიმურ მიზნების გარეშე ხო სრულად არაკონსტიტუციური მიზნებით ხდება ხა აი ამ შეზღუდვების შემოტანა ის იმდენად თვითნებობის მაღალ ბერკეტებს აძლევს სახელმწიფოს რომ წინასწარი გაფრთხილებებისა და ნებართვების სისტემაში წინასწარი ნებართვების სისტემაში გადავყავართ რომელიც მთლიანად ავტორიტარული ლოგიკაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის. კი ბატონო, თამთა საინტერესოა ასევე BBC-ს გამოძიების კვალდაკვალ უსაფრთხოების სამსახურის გამოძიება, ხელისუფლების განცხადება, რომ ყველაფერი თქვა დასრულებულია, ამ ხრივ საქმე გამოძიებულია, თუმცა ნებისმიერ საერთაშორისო ობიექტს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია, ყველას გავუზიარებთ, ამბობს დღეს კობახიძე, ვინ შეიძლება იყოს ესეთი საერთაშორისო ობიექტი? ხო, მგონი პირველ რიგში ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ხო არავინ არ არის წინასწარ დაინტერესებული ან მოსურნე იმისა, რომ ხო რაღაც იმ რეალობაში ვიყოთ, როცა კი არის პოლიტიკური კონფრონტაცია, ანტაგონიზმი, ავტორიტარული ტენდენცია, უფლებების დარღვევა ძალიან მძიმე შემთხვევები ხო, მაგრამ არავის არ უნდა იმის დაშვება, რომ ჩვენ ისეთი კრიზისის რეჟიმში გადავედით, სადაც შეიძლება სახელმწიფო ქიმიური მომწამლავი დაუშვებელი საშუალებები გამოიყენოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამიტომ როცა ამ საკითხებზე მსჯელობთ, ხო არავის არ უნდა რომ ეს ესე იყოს, იმიტომ რომ ამ საშუალებას ძალიან მძიმე და ზეგავლენა აქვს ადამიანების ჯანმრთელობაზე და არც ერთი ჭკვატყოფელი ადამიანი არ მოისურვებს ამას, რომ ეს ფაქტი დადასტურდეს და იმ რეალობის წინაშე დავდგეთ, როცა ხო რა მოქალაქეების დიდ ნაწილს, ვინც იმ დროს იყო შეკრების ადგილას, რაღაც დრამატული ხო ეფექტი ქონდეს ჯანმრთელობაზე. ამაზე როცა ვსაუბრობთ, არავის არ სურს, რომ ეს იყოს საბოლოო შედეგი ამ ამბის და მით უმეტეს შეუძლებელია რომ ეს მოგინდეს, რომ ასე იყოს, ხო? მაგრამ ის პასუხები, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან მივიღეთ, არის ნუ აშკარად დაუსაბუთებელი. ჯერ ერთი ჩანს, რომ მათ ქიმიური და ტოქსიკური ექსპერტიზები არ ჩაატარეს, ძალიან მალე დახურეს გამოძიება. ანუ დროში ვერ მოასწრებდნენ ასეთის ჩატარებას? რა თქმა უნდა ვერ მოასწრებდნენ, მათ არ თქვეს, რომ ესეთი ექსპერტიზები ჩაატარეს და მათ არ გამოკითხეს ის ადამიანები, რომლებიც ბოლო დღეებია განსაკუთრებულად ხო მედიაში აქტიურად საუბრობენ მათ ჯანმრთელობაზე ძალიან გრძელვადიან ზიანზე. და არსებობენ ასეთი დაზარალებულები, ხო, რომლებიც საუბრობენ აი სწორედ იმ მოვლენების შემდეგ გართულებულ რესპირატორულ, ალერგიულ და სხვა ტიპის ზიანზე მათი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ხო ძალიან აშკარად ჩანს, რომ ამ გამოძიების მიზანი იყო გამოიკითხათ ის ადამიანები, ვინც ინტერვიუები მისცეს BBC-ს, მაგრამ მათ არ გამოკითხეს შესაძლო ზიანის შესამოწმებელი. ხო, მაგრამ მათ ხომ კარგად იციან რა გამოიყენეს, ამიტომ თუ თავად ამბობენ, რომ ვთქვათ, გამოიძიეს, რომ არ გამოუყენებიათ ისეთი რამ, რაც ვთქვათ, არ არის დაშვებული, ამის მიუხედავად უნდა ყოფილიყო ეს ვთქვათ, რაღაც სამედიცინო კვლევის მაგვარის წარმოება მათი მხრიდან. კი, იცით, ჩვენ უნდა ვენდოთ გამოძიებას. გამოძიება უნდა იყოს დამოუკიდებელი და ობიექტური. ხო, ჩვენ უკვე ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ობიექტურობას და დამოუკიდებლობაზე უბრალოდ რა გამოძიება უნდა იყოს, რომელსაც ეკრება თქვენი მხრიდან მაღალი ნდობა?
ხო, მაგრამ და არ იქნება, მინიმუმ ვთქვათ, მოდი ისევ ეროვნულ დიახ. გამოძიებას რომ დავუბრუნდეთ, დიახ. მინიმუმ იმისთვის რომ ხო ჩვენ უფრო მეტი რწმენა გაგვჩნდა გამოძიების შედეგების მიმართ, მინიმუმ მათ სწორედ ის ობიექტური გარემოებები უნდა შემოწმებინათ, ხო, რომელიც მათი კონტროლის ქვეშ არ არის. ეხლა გომელაურმა, მისმა მოადგილებმა და ხარებამ რა ხარაზიშვილმა რა საშუალებები გამოიყენეს და მხოლოდ მათი გამოკითხვა ჩვენთვის სანდო არ არის. თუ ობიექტური გარემოებებიცა და ექსპერტიზებიც არ დაადგენდა იგივეს, ან სხვა რამეს, ხო? ამიტომ ძალიან აშკარა რომ ის გარემოებები, რაც მათი კონტროლის გარეთ იყო, ხო? და რაღაც ობიექტურად შემოწმებად ფაქტებს და გარემოებებს უკავშირდება, მათ არც კი შეამოწმეს. ამიტომ ეს გამოძიება რომ მოჩვენებითი იყო და ილუზორული, და რა სწრაფად დაასრულეს, ხო? ჩვენ ათეულობით ნაწამები ადამიანების საქმე გვაქვს და საერთოდ არანაირი პროგრესი არ არის გამოძიებაში წელიწადზე მეტია და ბევრი საქმე გვაქვს, რომელიც რამდენიმე წელია, ხო, მიმდინარეობს და არავითარი შედეგი არ გვაქვს და აი ესეც რთულ და სპეციფიკურ საქმეზე ექსპერტიზების გარეშე, დაზარალებულების გამოკითხვის გარეშე კი ბატონო, ანუ შორის, ხო? არ გვაქვს ბევრი დრო, დიახ. ხო, ბოდიში, ჩვენ რა თქმა უნდა, ამ საკითხზეც უნდა რაღაცა ტიპის სიფრთხილით ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ მოვისმენთ ზოგიერთი პოლიტიკოსის, ხო, რაღაც მოსაზრება, რომ რაღაცა ეს საერთაშორისო სისხლის სასამართლოში წავიდეს ეს საქმე, ჩვენ ჯერ ვართ იმ ეტაპზე, როცა უფრო მაღალი ხარისხით სიმართლე უნდა დადგინდეს. ამიტომ ჯერ ჩვენ ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა არის ეს საშუალებები, რომლითაც ეს სიმართლე შეიძლება დაადგინდეს. ამიტომ ჩვენ უფლებადამცველები განვიხილავთ რამდენიმე მექანიზმს, რომელიც ამაში შეიძლება დაგვეხმაროს. ეს არის ევროპის საბჭოს ფარგლებში, იგივე წამების საწინააღმდეგო ხო კომიტეტი, რომელსაც შეუძლია სპეციალური მოკვლევის ჩატარება, შეიძლება იყოს ქიმიური იარაღების აკრძალვის კონვენციის ქვეშ მოქმედი მექანიზმი, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს, თქვათ ეს რა საკითხებია და ბუნებრივია, რომ ჩვენ ასევე გვჩება სტრასბურგის მექანიზმი, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ყველაზე აქტიურად შეეცება, რომ გამოიყენოს ამ საკითხებთან კავშირში, რომელსაც შეუძლია უკვე სასამართლო ხო შემოწმებისა და განხილვის ფარგლებში მოაქციოს ეს საკითხი. ამიტომ ჩვენ ჯერ ვართ იმ ეტაპზე, როცა უფრო მეტი და მაღალი სტანდარტით უნდა დადგინდეს, რა საშუალება იყო ეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ კიდევ უფრო კი ბატონო. დიდი მადლობა. მადლობა თამთა მიქელაძე პასუხობდა ჩვენ